პირველი სტუდია კვლავ პირდაპირ ეთერშია და მე წარმოგიდგენ ჩვენ შემდეგ სტუმარს დედაქალაქის მერი გიგი უგულავა გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო გიგი, მოგესალმებით. საღამოშიდობისა ეკა. საღამოშიდობისა. ბატონ გიგი, ვიდრე საკრებულოსა და მერიას შორის აი ამ ურთიერთბრალდებებზე და დაპირისპირებაზე დაგისვავდეთ შეკითხვას, მე რა თქმა უნდა დღევანდელი ერთ-ერთი მთავარ თემაზეც მინდა ჩვენ ვისაუბროთ, კერძოდ კი ეს შეეხება ბიუჯეტს. თქვენ ცენტრალური მთავრობა ტრანსფერის შემცირებაში დაადანაშაულეთ. რეალურად რა მდგომარეობაა დედაქალაქის ბიუჯეტში? თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ რეალურად 180 მილიონზე მეტია თანხა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში მე აბსოლუტურ გულისტკივილით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მე მოვისმინე ხა ბატონი შიხიაშვილის თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კომენტარი და სიმართლე გითხრათ გული დამწყდა იმიტომ რომ მეგონა რომ ის როდესაც საკითხი დადგებოდა თბილისელების ინტერესზე, თბილისის მომავალზე, თბილისში ინფრასტრუქტურისა და სოციალური პროექტების განვითარებაზე ჩვენ გამოვნახავდით საერთო ენას და ერთიანი პოზიციით მერია და საკრებულო შევძლებდით უფრო მყარი არგუმენტების წარდგენას, უფრო მყარი პოზიციის დაკავებას ცენტრალური მთავრობის მიმართ, რაც მოგცემდა შესაძლებლობა აღმოგვეფხვა ის აბსოლუტური უკანონობა და უსამართლობა, რომელსაც დღეს ფინანსთა სამინისტრო თბილისის მიმართ ანხორციელებს. სამწუხაროდ ბატონმა შიხიაშვილმა გადაწყვიტა რომ რა ვიცი ერთგვარად და ამას მართლა გულისტკივილით ვამბობ, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის წმინდა სამეურნეო საკითხი, ეს არის საკითხი, რომელიც ერთად და ერთიანად ყველას უნდა გვანაღლებდეს, იმიტომ რომ დამეთანხმებით იმ საკმაოდ უცნაურ და რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელსაც ჩვენ მომავალ წელს აუცილებლად გვექნება ბევრი ფაქტორის გამო, რომელსაც ახლა აღარ ჩამოვთვლი და ასევე მძიმე ეკონომიკურ პირობებში, რომელიც სამწუხაროდ ასევე გვექნება და ეს ბიუჯეტის დაგეგმვიდან, ცენტრალური ბიუჯეტის დაგეგმვიდან უკვე ჩანს, ერთიანი პოზიცია ამ საკითხზე გაცილებით უფრო მისაღები იქნებოდა დარწმუნებული ვარ თბილისელებისთვის. ეხლა რა შეეხება? მიმიღო პასუხი და აქვე ერთ ჩაკითხვას გავაკეთებ. ხადურის ჯიხადი უწოდეთ თქვენ იმას, რომ ტრანსფერის შემცირების გადაწყვეტილებას უწოდეთ, აი ასეთი სახელწოდება ხადურის ჯიხადი. ანუ თქვენთვის ეს მაინც უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ გარკვეულწილად ფინანსურ გათხრებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება? მე შევეცდები აგიხსნათ და რა ვიცი დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ. თბილისის წლევანდელი ტრანსფერი, ის ტრანსფერი, რომელიც მას კანონით ეკუთვნის, არის 458 მილიონი. დანარჩენი 740 მილიონია თბილისის ბიუჯეტი, არის თბილისის საკუთარი შემოსავლები. თუმცა აქვე მინდა ხაზი გაუსვა, თვითონ საკუთრივ ტრანსფერიც, გამოთანაბრებითი ტრანსფერიც ითვლება საკუთარ შემოსავლად საბიუჯეტო კოდექსის ენაზე, იმიტომ რომ ის მას კანონით ეკუთვნის. ეხლა როგორ დგება ეს ტრანსფერი? ტრანსფერი დგება შემდეგი კრიტერიუმებით. თბილისის ფართობით და დამეთანხმებით ალბათ თბილისის ფართობი 2013 წელს არ შემცირებულა. საერთო გზების მოცულობით და დამეთანხმებით ალბათ რომ არც გზების რაოდენობა შემცირებულა. საერთო მოსახლეობის მიხედვით და არც აქ გვაქვს არსებითი კვლება იმისათვის რომ 50 მილიონი ჩამოიჭრა ბატონ ხადუს თბილისისთვის. თქვენი ოპონენტები იმასაც ამბობენ ბატონო თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ დავასრულებ და მე მაგ არგუმენტებსაც გიპასუხებ. ასევე არ 6 წლამდე ბავშვების რაოდენობა და ეს კრიტერიუმი იმიტომ არსებობს რომ თვითმმართველობები ევალებათ კანონით ზრუნვა საბავშვო ბაღებზე. დამეთანხმებით ალბათ რომ მას შემდეგ რაც უფასო გახდა, მთლიანად უფასო გახდა საბავშვო ბაღები, იცით თქვენ რომ რაოდენობა ბავშვებისა მოიმატა და ამ მიმართულებით ჩვენ დაახლოებით დამატებით 20 მილიონი თანხა დაგვჭირდება. თუ არ ჩავთვლით იმ ხარჯებს, რომ აუცილებელია დაახლოებით მინიმუმ ალბათ გაიცათ 3 საბავშვო ბაღი ავაშენოთ ძირითადად ნაძალადევის რაიონისკენ გვიჭირს და ესეთ დამატებითი ხარჯია. ასევე კრიტერიუმია, როგორც გითხარით, მოსახლეობა და სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა. ვიყავთ გულწრფელები. სამწუხაროდ უმუშევრობის მაჩვენებელი თბილისში სამწუხაროდ არის ძალიან გაზრდილი და შესაბამისად სოციალურად დაუცველთა რაოდენობაც
გაზრდილია და არაფრით არ არის შემცირებული. ამიტომ არ არსებობს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ფინანსთა სამინისტროს ესეც სამხრივად ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. კი ბატონო, ხა მე უგულვებყოფას მიკეთებენ ისინი, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მერიასთან კონსულტაციას არ გამართეს, აი ამაზეც არ მაქვს პრეტენზია, მათ რჩეულ ფალავანთან, საკრებულოსთანაც არც იმასთან იმიტომ რომ ჩვენგან გაიგო, რომ თურმე 50 მილიონი ტრანსფერი მცილდება. ეხლა იმ უსუსურ, აბსოლუტურად დაუსაბუთებელ და თავიდან ბოლომდე მავნებლურ არგუმენტს რაც შეეხება თითქოს თბილისის მერიას აქვს ჭარბი შემოსავლები და ამიტომ ეს არ ჭირდება. ეს დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხება ფინანსთა სამინისტროს. ჯერ ერთი ბატონო ნოდარ, ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ ნაშთი, წელიწადის ნაშთი არ ითვლება მესამე კვარტლის ბოლოს, არამედ ნაშთი ითვლება წელიწადის ბოლოს. ანუ ნაშთი და იმიტომაც ქვია ნაშთი და ეს ამას ციფრები ჯონგლირება არ ჭირდება. ნაშთი არის წლის ნაშთი. ანუ რა 2 იანვარს რა ანგარიშიც იქნება თბილისის მერიის ანგარიშზე, ის არის ნაშთი და არა 1 ოქტომბერს. ეხლა შეიძლება ნოდარ ხადურისთვის წელთაღრიცხვა საერთოდ 1 ოქტომბრიდან დაიწყოს, მაგრამ ჩვეულებრივი ნორმალური წელთაღრიცხვა ქვეყანაში იწყება 1 იანვრიდან. აქედან გამომდინარე 3 კვარტლის მონაცემებზე ამაზე საუბარი არის დილეტანტიზმი ან შეგნებული ტყუილი. ბატონო გიგი, რაც დედაქალაქის ფინანსებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის შემცირება, აი რა პროექტები შეიძლება შეჩერდეს, ან რას გამოიწევს ეს რომ განმარტოთ? აქაც იმ უსუსურ არგუმენტზე ვისაუბრე, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მინდა გითხრათ სამწუხარო რეალობა. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ 5%-ზე არის გათვლილი ბიუჯეტში მომავალი წლის ეკონომიკური ზრდა. სამწუხაროდ ჩემდა და ჩვენ და სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ შეიძლება 5%-იც არ იყოს ეკონომიკური ზრდა. მეორე, ის 50 მილიონი ადგა და ბატონმა ხადურმა მოაჭრა თბილის და ვითომ კეთილი მიზნებით და აქაც აბსოლუტურ ტყუილს აქვს ადგილი და ესეც ფურცლებზე ჩანს, ჩემი მოგონილი არა, ეს 50 მილიონი გადაანაწილა რეგიონებზე. და აქ ზღაპრებს გვიყოფა თითქოს მაღალმთიან რაიონებზე ზრუნვით არის განპირობებული. აქვე მინდა გითხრათ, წლევანდელი რეგიონალური განვითარების ფონდი, რომლიდანაც თბილისი ნულს იღებდა, ანუ რეგიონალური განვითარების თბილისს არასდროს არაფერი არ მიუღია. წელს 400 მილიონია. და გაისის ბიუჯეტის პროექტში ეს არის 250 მილიონი. ანუ რეგიონალური პროექტები, რომელიც რეგიონებში უნდა გადანაწილებულიყო, 150 მილიონით არის შემცირებული, თბილის მოკლებული აქვს 50 მილიონი და გადანაწილებულია რეგიონებს და ვითომ გვატყუებს ხადური, რომ რეგიონებს მივეციოს, სინამდვილეში 150 მილიონი დააკლო და თბილისის 50 მიცა, ანუ რეგიონებსაც დააკლო 100 მილიონი. ანუ ის ტყუილი, რომელსაც ასე ყელმოღერებით ღაღადებს ბატონი ხადური, აქვს მას ძალიან მოკლე ფეხები, იმიტომ რომ აქაც ციფრებთან გვაქვს საქმე და ციფრებს ვერ წავუხვა. ეხლა რაც შეეხება ერთ კითხვას დავსვავ და განაგრძეთ თქვენ საუბარი, მე უბრალოდ ერთ კითხვას დავსვავ. ნოდარ ხადურმაც და სხვათა შორის ზაზა გაბუნიამაც დღეს თქვენი განცხადების sapasუხოდ განაცხადეს ის, რომ 2014 წლის ბიუჯეტი სწორედ ორიენტირებული არის სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე. მაშინ რაშია პრობლემა? სახელმწიფო ბიუჯეტზეა საუბარი, ბოდიში ვერ გავიგე. არა, სწორედ დედაქალაქის ბიუჯეტზეა საუბარი. ზაზა გაბუნია 2014 წლის ბიუჯეტზე ვერ ისაუბრებს, იმიტომ რომ 2014 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ჯერ არ შესულა. მოდით ხა ზაზა გაბუნიაზე ნუ მალაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ, ვისაუბროთ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ ჩვენ. თორე იმაზე რომ დღეს ხადური და ცენტრალური მთავრობა უბრალოდ თვალში მძიმენაც არს აყრის ხალხს და რომ ატყუებს, ამაზე საერთოდ საუბარი არა. ამაზე მეტად უფრო გულწრფელი იქნებოდა გამოსულიყო ბატონი ჩამომითვალეთ რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას მაშინ. უკაცრავ თუ შეიძლება რომ ქვეყანას უჭირს, მე უნდა მოვაჭრა თბილის 50 მილიონი, უნდა მოვაჭრა რეგიონებს 100 მილიონი და ამას გაგებით მოეკიდეთ. ხომ არის ეს ტერმინი დამკვიდრებული ცენტრალურ მთავრობაში. ეთქვათ რომ თქვენ გაგებით უნდა მოეკიდოთ, გაისად ბიუჯეტი თბილის არ ექნება. ეხლა პრობლემები რა, პრობლემების წინაშე დავდგებით და ამას გადაუჭარბებლად ვამბობ. 20 მილიონი არის დაახლოებით საჭირო დამატებით დასუფთავების სუბსიდიისთვის. მას შემდეგ რაც ტარიფი შეიცვალა. 20-დან 25 მილიონამდე არის საჭირო საბავშვო ბაღებისთვის.
დაახლოებით 20-დან 25 მილიონამდე ვარაუდობს, მათ შორის საკრებულო იმისათვის, რომ ჩაიდოს გაისად ავარიული სახლებისთვის. დაახლოებით 35-დან 40 მილიონამდე არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ ოლიმპიადა ჩავატაროთ და აქაც სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტშია შესული, ერთი თეთრი არ დევს 2014 წელს არ დევს არანაირი თანხები ინფრასტრუქტურის გამართვაზე. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრალურმა მთავრობამ 2014 წელს აქაც ხელი დაიბანა. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისის ბიუჯეტმა უნდა მთლიანად უზრუნველყოს და აქ მე არავის შანტაჟს არ უკეთებ. შეიძლება სერიოზული პრობლემები გქონდეს და სერიოზული პრობლემების წინაშე ანუ ბატონო გიგი, აი ამ ყველაფრისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს ტრანსფერი 50 მილიონიანი? სერიოზული პრობლემა შეგვექმნება ჩვენ ტრანსპორტის კუთხითაც. ამიტომ არ შეიძლება ესე ხელაღებით მოაჭრა დედაქალაქს და რითი ერთი ფარატინა გაღავდით, რომელსაც ხელს აწერს ფინანსთა მინისტრი, სადაც წერია, რომ თბილისის კოეფიციენტი, რომელიც იყო 3.8, ეს ხალხი შეიძლება ესეთი ციფრები არ ანაღლებდეს, მაგრამ აი ესეთ ცინიზმთან გვაქვს საქმე. თურმე იმ ყველა კრიტერიუმის მიუხედავად 3.8 გახდა 2.8 და ამით 50 მილიონი უბრალოდ ისე რომ მან გადაწყვიტა და არავისთვის არ უთქვია. მე არც ვიცი, შეიძლება პრემიერთანაც არ აქვს ეს გავლილი, უბრალოდ ადგა, დააბალანსა მოჭრა ციფრები და ამ მოჭრილი ციფრების და ამ მოჭრილი თანხების უკან რამდენი ადამიანის ბედია, ეს საერთოდ არ ანაღლებს ამ ადამიანს. ბატონო გიგი, გამოსავალი არსებობს აი ამ რთული სიტუაციიდან, რომელიც ახლა თქვენ დახატეთ ჩვენს ეთერში პირველი სტუდიის. გამოსავალი არის პირველ რიგში, რომ უკვე პარლამენტმა და მე მინდა ასევე მივმართო ყველა განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს. კი ბატონო, თქვენი სამუშაო ადგილი დღეს არის ქუთაისში, მაგრამ თქვენ წარმოადგენთ პარლამენტში თბილისს. მე ეს მომწონს თუ არ მომწონს, ხალხმა თქვენ აგირჩიათ. და უპასუხისმგებლობაა, როდესაც აი ესე უაპელაციოდ ბოდიში და გაправება ხდება თბილისის მაჟორიტარების მხრიდან, აი ამ უნამუსობის, რომელსაც ხადური აწერს ხელს. უნამუსობაა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე აი ესე უაპელაციოდ მართლა ბოდიში და ლეგვის ფოთოლივით ეფარება, ისე რომ წაკითხულიც არ აქვს. შეისწავლოს მაინც, სირცხვილია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ქვია. სირცხვილია ეს, იმიტომ რომ მე მინდა მიმართო საკრებულოს დანარჩენ უმრავლესობის წევრებს. მოდით მეგობრებო, გადავდოთ ყველაფერი გვერდზე, არანაირი პარტიული საკითხი ეს არ არის. ეს არის სიკვდილსიცოცხლის საკითხი. ბევრი სისტემა შეიძლება უბრალოდ გაჩერდეს და იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს ისედაც და პოლიტიკურმა პრობლემებმა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები წარმოქმნა, ნუ შევქმნით თბილისში კიდევ დაძაბულობის კერას ამის გამო. დიახ, ბატონო გიგი, როდესაც სწორედ იმაში, რომ ფინანსთა სამინისტროს ამის სანამ აი ამ ბიუჯეტს მიიღებდა, ხო შეეძლო ერთი ზარი გამოეშვა, ეთქვა, მოდი აბა დავილაპარაკოთ. რაღაცეები, კი ბატონო, შიგნით ჩვენი და საკრებულოს, მათ შორის საკრებულოსში დაერეკა, ჩემთან უდარეკავდა, კი ბატონო. და გაგვეკეთებინა, შეგვეჯერებინა, რეალისტურის გაგვეკეთებინა. ესე ნამდვილად არ იქნება. მაშინ მე სრული გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ. ხვალმე მინდა მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, მინდა მივმართო მთავრობას, დეპუტატებს, თუ ვერ ვიპოვით გამოსავალს, სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებთ. ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება ოლიმპიადის ჩატარება, რაზეც ბევრი რამე არის თბილისის იმიჯი და ასე შემდეგ. ერთი კითხვა მინდა კიდევ დავსვა ბატონო გიგი. ტრანსპორტზე საუბარი აღარ არის, დასუფთავებაზე, საბავშვო ბაღებზე. ეს უკვე ჩამოთვალეთ თქვენ, ბატონო გიგი. როდესაც თქვენ საუბრობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ამაზეც თქვენი ოპონენტებისგან არის ასეთი აზრი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა სწორედ გასულ წლებში, როდესაც დედაქალაქის მერია, თბილისის მერია გარკვეულწილად იყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებულიო. ბოდიშვით ხო, ერთი მთავარი შეცდომაა, თბილისის მერია არ ყოფილა პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული. თბილისელები იყვნენ. მე მახსოვს დაახშირად საქართველოს პრეზიდენტს ადანაშაულებდნენ, რაღაც თბილისი არ უყვარს და მიტინგებზე გამოდიოდა, მათ შორის დღევანდელი მთავრობის წევრები და ანუ საუბრობდნენ. მე არ მინდა პოლიტიკაზე გადავიდე, ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ ფაქტი და ციფრები თავის თავს მეტყველები. ბატონო გიგი. ის ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილი აქვს ბატონ ხადურის მთავრობაში. ეს არის თბილისის მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია. კარგით, ამას მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ყოველგვარი გადაჭარბების გარშე და ძალიან დიდი სინანულით.
კარგი. მე მინდა უკვე შემდეგ თემაზე გადავიდე, რომელთან დაკავშირებითაც მინდა ასევე თქვენი მოსაზრებები, თქვენი ვერსიები, თქვენი არგუმენტები მოვისმინო. თქვენ გუშინ აი აქ ჩემთან სტუმრად იყო საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც საკმაოდ მძიმე ბრალდებები წარმოგიდგინათ, რაც ეხებოდა ამხანაგობების თავმჯდომარეთა მიმართ შერჩევით მიდგომებს და აი კონკრეტულად ასე თქვა მან, რომ შერჩევითი მიდგომა ჰქონდაო გიგი უგულავას ამ ადამიანების მიმართო, თავმჯდომარეების მიმართო. რეალურად როგორ ხდებოდა აი ამ ყველაფრის დაფინანსება, თუ შეგიძლიათ რომ თქვენ მითხრათ ეს სქემა? ძალიან დასანანია რომ საკრებულოს თავმჯდომარე ელემენტარულ ინფორმაციასაც არ ფლობს, არც ცოდნა ყოფნის, არც კომპეტენცია და არც გამოცდილება, რომ რაიმე საკითხში გაერკვეს. თბილისელებმა კარგად იციან, რომ დაახლოებით 5 თუ 8 წელიწადია მიმდინარეობს 2005 წლიდან უბრალოდ სუსტები რო ვიყოთ, მიმდინარეობს ბინათმე საკუთრეთა ამხანაგობების პროგრამა. რაც თავისთავად ამის კანონიც არსებობს ამხანაგობების შესახებ. რა ფილოსოფიას ემყარება ამხანაგობა? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ავტომატურად ყველა საცხოვრებელი კორპუსი გახდა მათი მობინადრეების საკუთრება, 90-90-იანი წლები ერთი მახასიათებელი ჰქონდა ჩვენს კორპუსებს თბილისში. ჩვენ ყველანი ვზრუნავდით ჩვენ საკუთარ ბინებზე, მაგრამ არ ვზრუნავდით საერთო სარგებლობის ფარგლზე, არ ვზრუნავდით სახურავზე, არ ვზრუნავდით სადარბაზოზე, არ ვზრუნავდით ლიფტზე, არ ვზრუნავდით შიდა კომუნიკაციებზე, რომელიც შემდეგ თუ არ გააკეთე ავარიულობას იწვევს სახლების. ამიტომ ამხანაგობა, რომელიც ინიცირებული იყო სწორედ ჩემს მიერ, სწორედ ისა და ეს ეფუძნება კონდომინიუმების პრინციპი, ეფუძნება საერთაშორისო და პირველ რიგში ევროპულ გამოცდილებას, კეთილმეზობლობისა და თანაცხოვრების. ანუ ეს არის იმ ინსტინქტის აღზრდა ჩვენში, რომ გარდა საკუთარი ბინისა არსებობს საერთო სარგებლობის ფართები, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივხედოთ. ეს არის სახურავი, ეს არის ლიფტი, ეს არის კომუნიკაციები, ეს არის სადარბაზო, ეს არის ჩვენი ეზოს პერიმეტრი და ამ პროგრამის მიხედვით პრაქტიკულად მთლიანად აიზომა და ყველა კორპუსს დღეს უკვე თავისი მიდგომა იყო შერჩევითი ამ ყველაფრის მიმართო. აი ეს არის. მაგრამ იმის გამო, რომ დღეს ჩვენ კлау სოციალური გაჭირვება გვაქვს. იმის გამო, რომ ბევრი პრობლემაა სოციალური, იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს მათ შორის დაფინანსებით არ შეუძლია მთლიანად სრულად დაფაროს ამ კორპუსების საჭიროებების სახურავის შეკეთება იქნება თუ ლიფტის. ამის გამო სწორედ ჩვენ შემოვიღეთ ის პროგრამები, რომელიც მერია თანადაფინანსებით შემოდიოდა. ხშირ შემთხვევაში მერია სხვადასხვა პოზიციაში 70, 75, 80% იხდის საერთო ხარჯის და დანარჩენს ამგროვებს მოსახლეობა. და მოსახლეობის შეგროვებას ძალიან დიდი ფუნდამენტური ფსიქოლოგიური და აღგზელობითი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მოსახლეობის თანამონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიწყებთ ნელ-ნელა იმის რაც გაკეთებულია, იმის გაფრთხილებას. თორე ვიღაცა როცა აკეთებს და გაგიკეთებს, იმას სამწუხაროდ მე ჩვენ აღარ ვთხილდება. ამიტომაც სწორედ ეს პრინციპი, აი ეს არის ამხანაგობები. რაც შეეხება თანხების ხარჯვას. თანხების ხარჯვა აბსოლუტურად ავტონომიურად ხორციელდება. ამხანაგობას პროგრამის მიხედვით ეძლევა და ამხანაგობავე არჩევს კომპანიას და რაც შეეხება თავმჯდომარეს, ამხანაგობა ირჩევს ამ თავმჯდომარეს. ირჩევს თავისი წევრებიდან. მას შეუძლია თუმცა ამ არჩეული თავმჯდომარეებიდანო ასეთი იყო გუშინ ირაკლი შიხიაშვილის ვერსია, ამხანაგობების თავმჯდომარეების ნაწილი იყო ნაცმოძრაობის აქტივისტიო და ეს არის 4000 ადამიანიო, აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი და მხოლოდ აი ამ ნაწილის დაფინანსება ხდებოდაო და მან ამ სქემას კორუფციული სინდიკატიც კი უწოდა. აი რას უპასუხებდით ამ შემთხვევაში? ბატონ შიხიაშვილს მეგობრულად გაუგზავნი უცხო სიტყვათა ლექსიკონს და იმიტომ რომ აქამდე მე სანამას ვიცნობდი შორისდებულებით საუბრობდა, ეხლა უცხო სიტყვების რახარუხი დაუწყია და ლექსიკონს გაუგზავნი და გაიგებს ამა თუ იმ უცხო სიტყვის მნიშვნელობას. მეც მას ვერაფერს ვერ ვეტყვი. რაც შეეხება თუ საკრებულოს ეხლა ახალი ოცნების უმრავლესობა გააგრძელებს სწორედ ამ საკითხის პოლიტიზირებას, გააგრძელებს იმას, რომ ამ ხალხს, რომელიც კორპუსის სასიკეთოდ, კორპუსის სახელით ბევრ მათ შორის უმადურ საქმეს აკეთებს, ის შეიძლება ნაციონალური მოძრაობისაც, ლეიბორისტისაც, ახალი მემარჯვენე თუ ნებისმიერი სხვა პარტიის წევრი და მხარდამჭერი გახდეს. მე ვიცი რეალობა რაც არის. რეალობა ის არის, რომ მე ბევრ ამ ადამიანს ვიცნობ და ბევრ ამ ადამიანთან შენახვედრიც ვარ და არასდროს მათ პარტიულობა
პარტიულობისკენ არ მოუწოდებია. ბევრიც მე ძალიან ბევრს ყოველდღიურად ხვდები, იმიტომ რომ ამ მავნებლური გადაწყვეტილების მერე სწორედ მერიაში მოვიდა ეს ხალხი, მეუბნება რომ გუწფელად გეუბნებით, ძალიან ბევრი ოცნების მხარდამჭერი იყო. მაგრამ აი ამ სწორედ გაუგებარი, თავზე ხელაღებული, რაღაცნაირად აი ძველ ბიჭურად გაზავებული ბაქი-ბუქური გადაწყვეტილებები, რომლის უკანაც არც ცოდნადევს, არც გამოცდილება დევს, საერთოდ არაფერი არ დევს, უბრალოდ მე ესე მინდა. მოვედი ეხლა და ქალაქი ჩემი, აი ამ განწყობილებით არ კეთდება საქმე. არ კეთდება ამ განწყობილებით საქმე. ამ განწყობილებით მხოლოდ ფუჭდება საქმე. და ეს არის რატოს, იმიტომ რომ მე ხვდები ეხლა ფრაქციებს საკრებულოში და მინდა რომ აუხსნა თითოეულ მათგანს და მე დარწმუნებული ბევრ მათგანს ესმის უბრალოდ იქ რაღაც ისე არის უმრავლესობა ეხლა რაღაც ძალით შეკოწიწებული რაღაც სხვადასხვა გონება რაღაც ტერორისტული ორგანიზაციასავითა ისე დატერორებული ყავს ეს ხალხი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ამას ვაკვირდებოდით, როგორ გადადიოდა ეს ხალხი, როგორ რაღაც ცრემლით და იმითი გადადიოდა, როგორ შეკოწიტდა ეს უმრავლესობა, ესეც ხო ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ ეხლა მე მინდა რომ მოუწოდო ყველას რომ თავისუფალ გარემოში მივიღოთ გადაწყვეტილება და შეჯერებულიც ვართ უკვე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას წინ არაფერი არ აუდგება, თუ რაღაც ეს პერსონალური რაღაც სიამაყეს გვერდზე გადადებს ზოგ-ზოგი ერთი საკრებულოში. მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად მერიაც წარადგენს საბიუჯეტო იმ შესაბამის ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია. იყოს განხორციელდეს ისთვის არის საკრებულო ვერსია, რომ უკვე არსებობს სამხანაგობების წახალისების ახალი მე მოვისმინე ასევე ვერსია, რომ არსებობს სამხანაგობების წახალისების ახალი პროექტი. თქვენ ვიცნობთ თუ გსმენიათ ამის შესახებ. და როგორ ფიქრობთ თქვენი თანამშრომლობა, თუნდაც აი ამ ახალ წესთან დაკავშირებით გაგრძელდება თუ არა და საერთოდ როგორ გესახებათ მერიისა და საკრებულოს ურთიერთობა სამომავლოდ, მაშინ როდესაც აი ასე ღრმავდება შეიძლება ითქვას დღითი დღე ეს დაპირისპირება. თქვენ ალბათ მე მინდა აბსოლუტურად გულწრფელი ვიყო. თქვენ ალბათ აწყობთ რომ მე ფუნდამენტურად ბევრი რამე იქ რაც ხდება, ჩემთვის მიუღებელია. მათ აქვთ ასევე უფლება რომ ბევრი რამე ჩემში არ მოწონდეთ ან მერიის საქმიანობაში არ მოწონდეთ. ეს მათი უფლებაა და ამაზე მე და თქვენ ხედავთ რომ არც თუ ისე საუკეთესო ურთიერთობები გვაქვს. მაგრამ მე ვარ მზად რომ ყველა ეს მათ შორის პირადი წყენები გადავდოთ გვერდზე, იმიტომ რომ რა შუაშია ჩვენი პირადი წყენები, ჩვენ ვართ დაქირავებული ხალხის მიერ, რომ მოვაგვაროთ ხალხის პრობლემები და არა შევქმნათ ხალხისთვის დამატებითი პრობლემები. ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე. გვაქვს შეჯერებული ვარიანტი. პრაქტიკულად გაშალაშინებულია ეს ყველაფერი ბოლომდე. არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ეს მივიღოთ, ეს საკითხი. მივიღოთ და შემდეგ გავაგრძელოთ მოძრაობა არა პრობლემების შექმნისკენ, არამედ პრობლემების გაიოლებისკენ. კი ბატონო, ძალიან კაია რომ საკრებულო გამოცოცხლდა. კი ბატონო, რომ განსხვავებული აზრია, კი ბატონო, ეს მშვენია ეს ოპონირება, მშვენიერი ეს ოპონირება, მაგრამ ეს უნდა დაემყაროს იმას, რომ საუკეთესო გამოსავლის პოვნას და არა უბრალოდ რაღაცნაირად პროცესების რაღაც ძალით შეჩერებას იმისათვის, რომ ყველაფერი გაჩერდეს და ყველაფერი გაფუძნდეს, რომ ამაზე მაქვს აქ ლაპარაკი, თორე მე არანაირად ახლა თქვენ ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხა მე საკრებულოში ვიყავი 2 დღის წინ და მქონდა იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელთან შეიძლება საერთოდ არ გამხარებოდა, იმიტომ რომ პერსონალურადაც ვთვლი, რომ შეურაცხყოფილი ვარ იმ ადამიანების მხრიდან, მაგრამ ჩემ პერსონაჟზე არ არის საუბარი, არაფერზე არ არის საუბარი. საუბარი ერთმანეთს ნუ გავაჩერებთ. იმის გაკეთებას ნუ გავაჩერებთ, რის გაშენება შეგვიძლია. დაგისვათ ბატონო გიგი, მე მოვისმინე ერთ-ერთ თოქ-შოუში იმის შესახებ, რომ თქვენ კვლავ აპირებთ იყაროთ კენჭი მერობაზე. 8 წელია რაც თქვენ ქალაქის მერი ხართ, თუ შეგიძლიათ ახლა ოღონდ ცოტა უფრო მოკლედ რომ ჩამოაყალიბოთ ეს რა გააკეთეთ თბილისელებისთვის და რა არის კიდევ თქვენთვის დარჩენილი გასაკეთებელი რა არის და რატომ გინდათ კვლავ რომ გახდეთ ქალაქის მერი. ძალიან მოკლედ ჩემი აზრით არის მომავალი გამოწვევები, რომელსაც ვთვლი, რომ მე სხვაზე უკეთესად შევძლებ გავაკეთო, თუმცა ბუნებრივია არჩევანი თბილისელებზეა. ბოლომდე მისაყვანია ტრანსპორტის რეფორმა, ბოლომდე მისაყვანია ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების რეფორმა, ბოლომდე მისაყვანია
და თლიანი რეფორმა საბავშვო ბაღების სისტემის და ეს მარტო ინფრასტრუქტურას არ ეხება, ჩვენ აბსოლუტურად ახალი თანამედროვე სასწავლო კონცეფცია შევიმუშავებთ, რომლის ატესტაციაც ახლა საკმაოდ წარმატებით მიდის. ბოლომდე მისაყვანია მედიათეკების რეფორმა, რომ ყველა რაიონში იყოს ის მედიათეკა, რომელიც დღეს ვაკის პარკში და ვარკეთილის პარკში არსებობს და ეს არის აბსოლუტურად ახალი კონცეფცია, სადაც თბილისელებს, განსაკუთრებით თბილისელ ბავშვებს აქვთ წვდომა, თავისუფალი წვდომა ინტერნეტზე და წიგნებთან და აბსოლუტურად ახალ გარემოში აქვთ მედიაციის შესაძლებლობა თანამედროვე კულტურასთან. მისაყვანია პროგრამა თბილისი ინტერნეტ ქალაქი. ეს არის პროგრამა, რომლის მიხედვითაც მართალია შემჭიდროვებული შესაძლებლობით, მაგრამ ყველა ადამიანს აბსოლუტურად ექნება ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე. შეეძლება Facebook-ზე, იმეილის შემოწმების და ასე შემდეგ. ანუ იყოს ჩართული და შეამოწმოს ასა თუ ის საიტები, ანუ იყოს თლიანად მობილური, იყოს თავის რედაქტორი, რომ აღარ იყოს არანაირი ცენზურაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ადამიანი თავის რედაქტორია, იმას არავითარი ცენზურის არ ეშინია. ამიტომ არის სოციალური საკითხები, რომელიც სამწუხაროდ მძიმდება ფონი უმუშევრობასთან დაკავშირებით. უმუშევრობა არ არის საკითხი, რომელსაც მერიის დონეზე მარტო მოევლება. ის არასწორი კანონები, ის არასწორი ქმედებები, რომელიც მთავრობამ ჩაიდინა. სამწუხაროდ სწორედ რომ თბილისში ზრდის უმუშევრობას. ამიტომ ამის შეჩერებაა საჭირო. არა ბიუჯეტის შემცირება, არამედ ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის სოციალური მუხლებით. დღეს ბევრი თბილისელი მოდის, რომელიცაც აქ თითქოს ეს საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ 80% მის პრობლემებსაც დაზღვევა არაფინანსებს. ეს არის პრობლემები და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და არა ვიკინკლავთ და გაკეთებული დავანგრიოთ. დიდი მადლობა ბატონო გიგი, დიდი მადლობა რომ ჩაერთეთ პირველ სტუდიაში, პირდაპირ ეთერში. გიგი უგულავა, ქალაქის მერი საუბრობდა ჩვენს ეთერში. პირველი სტუდიის საეთერო დღევანდელი გამოშვება კი დასრულდა. მე გემშვიდობებით, ერთმანეთს უკვე ხვალ 21 საათზე შევხვდებით საინტერესო სტუმრებთან და აუდიტორიასთან ერთად ჩვენ ერთი კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებს შევაჯამებთ, ასე რომ ნახვამდის.